გურჯაანის რაიონში ვირუსულმა ინფექციებმა პიკს მიაღწია. გუშინ ჯეოჰოსპიტალში საავადმყოფოს 16 პაციენტმა მიაკითხა. აქედან 15 ბინაზე, ერთი კი სტაციონარში გადის მკურნალობას. ყველა მათგანს ზემო სასუნთქი გზების დაუზუსტებელი დიაგნოზი აქვს. სამ პაციენტს კი ანტივირუსული პრეპარატით ტამიფლუთი მკურნალობა ჩაუტარდა. ექიმ ლალი დარჩიაშვილის განმარტებით გურჯაანის საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და ასეთი პაციენტების მისაღებად მზადაა. 24 თებერვალს დღეღამის განმავლობაში შემოსულია გადაუდებელი დახმარებისათვის 16 ბავშვი, ძირითადად ზემო სასუნთქი გზების ინფექციით, მათ ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევა, სათანადო დახმარება და ყველა მათგანი 15 გაეწერა ბინაზე, შემდგომი პატრონაჟისათვის ოჯახის პედიატრის მხრიდან, მხოლოდ ერთი ბავშვი მოთავსდა განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისათვის. საერთო სისუსტე და მაღალი ტემპერატურა ეს ის სიმპტომებია, რომელიც სეზონურ ვირუსებს ახასიათებს. თუ თქვენ ასეთ ნიშნებს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან საქართველოში H1N1 ვირუსია გავრცელებული. როგორც გურჯაანის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განმარტავენ, რაიონში ამ ეტაპზე A ტიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებული მატება გრიპზე არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, დამშვიდების საშუალება მაინც არ აქვს ექიმებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წლამდე ასაკის ბავშვებში ზოგადად და განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი ხშირად რთულდება და ლეტალური გამოსავალიც უფრო მეტი იქნება. ეს არის ძირითადად დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით A ტიპის ვირუსის H1N1 ანუ ღორის გრიპს რომ ვეძახით, ეს ვირუსი სადაც მოხდა იდენტიფიცირება, თორე რაიონის სინამდვილეში ვირუსის იდენტიფიცირება არ ხდება. გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ამიტომ მედიკოსები მოსახლეობას თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებას, ოთახების განიავებას და პირადი ჰიგიენის დაცვას ურჩევენ. დაავადება რა თქმა უნდა არის ინფექციური წარმოშობის, გადამდებია, ამიტომ საჭირო არის პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება და დაცვა, რაც მდგომარეობს პირადი ჰიგიენის დაცვაში. ხშირად ეს არის განსაკუთრებით ხელების ხშირად დაბანა არის მოწოდებული დაავადების თავიდან ასაცილებლად. მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსების კლება მარტის ნახევრიდან დაიწყება.